მე ვარ ანდრია ვადაჭკორი 10 წლის. სწავლობ მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და კითხვა. უფრო მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი ხატვარი. ხატვა შემიყვარდა როცა ვიყავი 6 წლის. მაგ დროინდელი ბევრი ნახატი მაქვს შენახული. ყველაზე ხშირად ხატავ დათვლილ სოფელს. ყველაზე რთული არის ჩემთვის ჩრდილების გამოყვანა. და უფრო ანარეკლს ვერ ვაკეთებ თეთრი ფანქარით მიჭირს ანარეკლის გაკეთება და მომწონს ამიტომაც ხვები რო აკეთებ. ყველაზე ადვილად გამომდის მთების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და არ მიყვარს იასამნის ფერი. ყოველთვის მიყვარდა მუქი ცეს დახატვა, როდესაც ვხატავდი მთებს. იასამნის ფერი იმიტომ არ მიყვარს, რომ გამოსადეგარი ფერია. ჩემი ნახატების პირველი შემფასებელია დედიკო. რადგან ხელოვნების მცოდნეც არის და მისწორებს ნახატებსაც. შენახული დაახლოებით მექნება 20 ნახატი. ძალიან კარგი ნახატებს ხატავ, უფრო ხატავ რა, გადავხატავ რაღაც და მიყვარს გადახატვა. და ყოველთვის მასწავლებელი იმაზე მაძლევდა შენიშვნას, რომ შენი მოფიქრებულად დახატეო. თუმცა ამ 20-დან ზოგი ჩემი დახატულია, ზოგი გადახატული. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემს შვილებს დავათვალიერებინო. ჩემი აზრით ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 23 წლის. შვილებს დავარქმევ დათოს, სანდროს და ელენეს. ახლა მყავს ძალიან ლამაზი და მშვენიერი შეყვარებული. ზოგადად გოგონა იყოს ზრდილობიანი, ჭკვიანი და ლამაზი. თუ გემრიელ საჭმელებს გააკეთებს, თლად უკეთესი. მე მყავს ზუსტად ასეთი კარგი შეყვარებული. ერთხელ ბახმაროში შემომთავაზეს ნახატების გაყიდვა, მაგრამ არ გამიყიდია. ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ დედიკომ არ მომცა უფლება. ისე რომ ვყიდი, ალბათ გავყიდი 7 ლარად. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდი ძალიან ბევრ ფუნჯებს, ფანქრებს და ძალიან კარგ ნახატებს დავხატავდი და მუზეუმში გამოვფენდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს ძალიან კარგი კლასელები, მეგობრები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სანდრო ბერიძე. ყველაზე ცელქია ანდრია ცეცხლაძე. ყველაზე ჭკვიანია გეგა ბერიძე. ყველაზე მშვიდია თათია მიქელაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, სიმპათიური და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია მთვარისა ჩოჩიევი, რადგან ის ძალიან თბილია და არ გვიყვირის. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე გემის კაპიტანი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პილოტისტი. ახლა მინდა 20 წლის ვიყო, იმიტომ რომ კარგ ნახატებს დავხატავდი და უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი პატარა ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა და ერთი დაიკო. ჩემი ძმა არის 2 წლის და ქვია ნოე. ის არის ცელქი, ნერვების მომშლელი და ჭკვიანი. ჩემი აზრით ნოე გაიზრდება, გამოვა მომღერალი. სულ რაღაცებს ხედი და სხვათა შორის ძალიან კარგად. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და ვაჟკაცი. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია და განათლებული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ლიმონის დამცხვარი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს აჭარალ ხაჭაპურს. ჩემი საყვარელი საჭმელია შაურმა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია საოცრება. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ადამიანებზე. საზოგადოებას. ანუ როგორ უნდა მოვიქცეთ შინაგანად, არ უნდა ვიყოთ ბოროტები და უნდა მოვიქცეთ კეთილად. მე ასევე მიყვარს ცეკვა და უკვე 1 წელია ვცეკვავ ანსამბლ მარეთში. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიური და სიამოვნებით ვისაკუებდი სოლოს. საყვარელი ლეთია ეს ტეხილებს რო აკეთებ რაღაც. უკვე მქონდა 2 კონცერტი და უფრო მომწონა პირველი კონცერტი თბილისში. თბილისში უფრო დიდი დარბაზი იყო და ძალიან ბევრი ხალხი ვიყურებდა და კარგათაც ვიცეკვე, მაგრამ ბათუმის კონცერტი ცოტა მოსაწყენი იყო. ცოტა ხალხი იყო იქა და ბევრი არ ვიყურებდა, გაცარიელებული იყო ადგილი. მარეთში ჩემი ქორეოგრაფია გია ბოლქვაძე. გია მასწავლებელი არის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. რაც მთავარია უყვარს ცეკვა და ბავშვები. ჩემი გეგმა არის, რომ მარეთში ვიცეკვო კიდე 4-5 წელი. და მიზანია ვინმე გოგოსთან ერთად ვიცეკვო დღესასწაულებზე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მთელ დედამიწას დავასუფთავებდი. ჩემი ოცნების საჩუქარია ელექტროსკუტერი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი ადამიანი არის მსოფლიოში გიორგი მამარდაშვილი. ბედნიერება არის, რომ მხიარული ხარ, გასაჭირი არ გაქვს და მეგობრებთან ერთად თამაშობ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.